25 თებერვალია 4 შაბათი თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურებთ მე ვახო ხუზმიაშვილი ვარ საღამოშიდობისა 25 თებერვალი რომელიც საქართველოს ისტორიაში ოკუპაციის დღედ არის ჩაწერილი 105 წლის შემდეგ რა გამოწვევები აქვს საქართველოს ეს დღე რა თქმა უნდა შეგვახსენებს იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა ჩვენი სუვერენიტეტის დაცვისთვის და ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვისთვის ბრიტანეთის მიერ ტელეიმედისა და პოსტივის დასანქცირება და გახარებული ოპოზიციის ერთი ნაწილი. იმედი მომაკვდავი ტელევიზია საფლავის ქვაზე რაც მოგესურვებათ ის შეგიძლიათ წააწეროთ. ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას იმისთვის რომ შეაჩეროს თავისუფალი სიტყვა. დღეს თავისუფალ სივრცეში უყურეთ და მოусმინეთ ჯონდი ბაღათურიას, ბატონ შაქარიშვილს, ვლადიმერ ბოჟაძეს. ხდებით საღამოს 9-ზე თავისუფალ სივრცეში. ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია სტუდიაშია მივესალმები საღამოშიდობისა მადლობა მოყვებით 105 წელი ოკუპაციიდან დღეს რა გამოწვევები აქვს ქვეყანას ცირა არის მე მინდა გავიხსენო ოკუპაცია ეს არის რუსული ოკუპაცია ეს ხო ბოლშევიკების ლიბერალების ოკუპაცია კომუნისტური პარტიის ოკუპაცია და თუ კარგად გადავავლეთ თვალს რა მოხდა კომუნისტურებმა ანუ ლიბერალებმა მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება უცხო ქვეყნის დაფინანსებით და მხარდაჭერით რუსეთში შემდგომში კომუნისტური პარტიის ყრილობაზე მოხდა განხეთქილება გაიყვნენ ორ ნაწილად ერთი ვინც უფრო მეტრი აღმოჩნდა იმათ დაერქვათ ბოლშევიკები და მის ნაკლები აღმოჩნდა იმათ დაერქვათ მენშევიკები მენშევიკები მოვიდნენ საქართველოს ხელისუფლებაში იგივე ძალა რასაც დღეს ახლა ლიბერალებს რასაც ჩვენ ხედავთ იგივე ტროცკისტები ოღონდ უმცირესობაში რა სიტყვა მენშევიკები აქედან გამოდის რომ უმცირესობა იყვნენ და ბოლშევიკები მოვიდნენ რუსულ ხელისუფლებაში სამამისად რუსმა ბოლშევიკებმა მე შემდგომში ქართველი ბოლშევიკების ესე იგი მხარდაჭერით და ხელშეწყობით მოახდინეს აქ სამხედრო გადატრიალება რა თქმა უნდა დაიხმარეს მე-11 არმია და მენშევიკები ღალატით გაიქცა მიატოვეს არმია როგორც ამათ მიატოვეს 2008 წელს ჯარი და ხალხი გორში და წითელ ხიზზე გაიქცნენ თავის ტყავის თავის ქონების გადასარჩენ ისე მენშევიკების მთავრობა მიატოვა ხალხი მთავრობა ჯერ კიდე კოჯორში ბრძოლები მიდიოდა როცა მენშევიკები უკვე თავგადმოჟღრიჟი გარბოდნენ წაიღეს აქედან გაიტანეს ეროვნული საგანძური რომელიც ექვთიმე ტაყაიშვილმა კი რა თქმა უნდა მოუვარდა კარგნო არ გაკეთდა ნაწილი გაიყიდა იქიდან მაგრამ რაღაც ამ ექვთიმემ გადაარჩინა მაგრამ მე სტალინმა დაიბრუნა სტალინმა დეგოლთან შეთანხმებით ეს საერთოდ აღარ განიხილებოდა საქართველოს იყო და დეგოლს ძალიან დიდი პატივისცემა და პრინციპი ჭირდებოდა სტალინი ძალიან იმ დროს გამარჯვებული ქვეყანა იყო და დეგოლმა აჩქვა სტალინს და სტალინმა რა თქმა უნდა ჩვენ დავიბრუნეთ ეს ეროვნული საგანძური დღეს ახლა გვაქვს საქართველოში არ გაგონებთ დღევანდელ მდგომარეობას როცა ხედავთ რაღაცა ერთ მუჭა მენშევიკებს ტროცკისტებს ლიბერალებს რაც ზუსტად მაშინ რა იდეოლოგიითაც ისინი მაშინ თუ გაიხსენ ბულგაკოვის ძაღლის გული თუ გაქვს წაკითხული იქ პრიამბრაჟენსკი პროფესორთან რო შედის შვონდერი და მისი ამალაკეთ ერთი ქალი და ერთი კაცი ეს ეკითხება რომ რაღაცა სიტყვის ქალი ახლა თქვა ჩასმული იყო ესე ბოტყავის როგორც კომისრები იცვებდნენ მაშინ წითელი კომისრები მე ხალხი ცისფერი კომისრები ყავს და ესე ერთი თქვენ ქალი ხარ თუ მამაკაცი ხარ თუ ქალი პროფესორი ეკითხება ბინას ედავებიან რა დიდი ბინა გაქვს და ვიღაც უნდა შეისახლოა და სამივე ერთმანეთ იტყვის რა განსხვავება რა მნიშვნელობა ქალი ვარ თუ კაცი ვარ აი ზუსტად იგივე ხალხია დღესაც აი ეს ხალხი ახლა უცხოეთის დაფინანსებით უცხოური ფულით უცხოური სანქციებით და ცდილობენ უცხოური სამხედრო და რაღაცნაირი ესე იგი ძალის დახმარებით დაამხონ თავის საკუთარი ხელისუფლება მოიმოვიდნენ ხელისუფლებაში და რაც საბჭოთა კავშირის დროს მოხდა კი ჩვენ ფორმალურად საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ვიყავით მაგრამ შეხედეთ დღეს ევროკავშირს არ გაგონებთ წლის ბოლო სტადიაში მყოფ საბჭოთა კავშირს საბჭოთა კავშირი ბრეჟნევის დროინდელი კი მართლაც გარბაჩოვმა ძალიან კარგი მოძებნა ზასტოი უძრაობის ხანა იყო ჭაობში იხჩობოდა კორუფციის გამომპალი კი ხო კორუფციის ჭაობში იხჩობოდა მაგრამ სიტყვის თავისუფლება უფრო მაღალი იყო ვიდრე დღევანდელ ევროკავშირში და ჩვენ ახლა ალბათ გადავალთ კი გადავალთ თქვენ ახსენეთ გარე ფაქტორები და აი ამ გარე ფაქტორებთან დაკავშირებით
რატომ უნდათ აქ ხელისუფლების შეცვლა? თუ გარკვეული მოსაზრებები ხელისუფლების მხრიდან ისმის ხოლმე, რომ აი ომში ჩართვა უნდათ, რომ არ ვასრულებთ აი ამ ბრძანებებს. თქვენ რას ხედავთ? არა, ეს ერთნიშნულოვანად ომში ჩართვა უნდა და დღეს ჩვენი ომში ჩართვა კიდევ უფრო აქტუალურია. ანუ მეორე აგებენ იქ ომს და ეხლა როგორ გითხრა, შანგბადი ვიჭირდება, რომ სადღაც ნახონ ვიღაცა საწყალი უკრაინელი ხალხი როგორც ისეთი ხალხი, რომელსაც შეატაკებენ რუსეთს და მეორე ფრონტს გაახსნევინებენ და ამისთვის აქ რეგიონში ცეცხლის გაჩაღება, ამაზე შემიძლია ცოტა უფრო ვსლად გიპასუხოთ, მაგრამ ზოგადად ბოლშევიკებს რა ქონდათ, რა იყო ტროცკიზმი, რაში მდგომარეობდა, თუ გახსოვთ ეს ტერმინი იყო რევოლუციის ექსპორტი. ანუ თავისი და წითელი დიქტატურის დამყარება. აი ეს არის, ეს იგივე ხალხია. ამათაც უნდა თავისი რევოლუციების ექსპორტი. ხო არის რაღაც ტერმინები ცოტა შეიცვალა, ნუ წითელი კომისრების ნაცვლად ეხლა ცისფერი კომისრები დადიან და რევოლუციის ექსპორტის ნაცვლად ეხლა ფერადი რევოლუციების ექსპორტზე არის ლაპარაკი, ხო? ნუ მთელი ჯაჭვი მიდის ხოლმე ამ რევოლუციების და უნდა დიქტატურა და LGBT დიქტატურის დამყარება. ამას ვინმე მალავს? თქვენ ნახეთ ევროკავშირის ბოლო რეზოლუციები როგორია? ევროკავშირში პირდაპირ დაჟადათ ითვლება ნებისმიერი სახელმწიფოს მოქმედება, თუ კი ის სახელმწიფო არ იზიარებს ევროკავშირის მიერ მიღებულ ამ LGBT პროპაგანდას. რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ელჩის განცხადება იყო, რომ ევროკავშირი როგორ ებრძვის ოკუპანტ რუსეთს და ჩვენ აქ ვაჭრობა მოვაწყეთ რუსეთთან, რომ ეს ძალიან ცუდი არის. ანუ აქ იკითხება, რომ რატომ არ უწესებთ აქ არ იკითხება ტოტალიტარიზმი, ვინ ეკითხება ევროკავშირის ჩვენ ვისთან ვივაჭრებთ. აქ არ იკითხება დიქტატი ვიღაცა, რატომ უნდა კარნახავდეთ ჩვენ ვისთან ვაჭრობთ, რა ევროკავშირის ბოდიში და ელჩის საქმეა. ეგ რამის საქმეა. საქართველოს რამე ალტერნატივას ევროკავშირის ელჩი თავაზობს? ბოდიში თვითონ ევროპას შეერთებულმა შტატებმა რუსული ნავთობისა და გაზის ენერგომატერიალის ნაცვლად რამე ალტერნატივა შესთავაზა? შეგახსენებთ, შესთავაზა. რუსული აირის ნაცვლად შეესთავაზა 11-ზე ძვირი თხევადი ბალონები ბოდიში ამ ტერმინს რომ დავატარებდით მას გას აი ეს ბრაზილიაში და იგივე ხო იყო ისიც რომ აღმოჩნდა რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ვაჭრობდა რუსეთთან ისეც ხო გაირკვა დღემდე ვაჭრობს დღემდე ევროკავშირის ბევრი ქვეყანა საფრანგეთი და გერმანია დღემდე ვაჭრობს რუსეთთან უკრაინა იღებს რუსულ ენერგომატარებლებს დღემდე და ეს ნორმალურად ითვლება. ესე იგი ამათ აქვს ესეთ სტანდარტები. თუ რაღაცა მაგათ აწყობთ, ეს ნორმალურია. თუ არ აწყობთ, მაშინ ეს აი სანქციები რო დაგვეწესებიდა ჯონდი რუსეთისთვის ოკუპანტის სახელმწიფოს მისამართით, რა მოხდებოდა? რა რისკები იქნება? იცი რა, მე რა მახსოვს, სიტყვა ჩემო მეგობარმა, ახლა დიდი ხანი არ მინახავს, ორგანიზატორი იყო ბოიკოტი გამოუცხადეს რუსეთს მაშინ ეროვნული მოძრაობა მაშინ ბოლო ჩვენ პატარა ზვია ციციგურზე ხო არ ამბობთ სამდრედიაში რკინიგზა რო გადაკეტა ხო და ერთ კვირაში საქართველოს საპონი აღარ იყიდებოდა სიგარეტის თქვენ არ გემახსოვრებთ ეს რომ სიგარეტის ბიჩოკებს აი ბიჩოკი ხო ის რა დას აი ეს ეძებდა ხალხი ბლოკადაში რო ვაქცევდით ხო ჩვენ რუსეთი როცა ბლოკადაში მოვაქციეთ სამდრედიაში გადაკეტილი აი ჩვენ მაშინ გვჯეროდა ეს მართლა გვჯეროდა დღეს ქართულ დახებს რო გადახედოთ თავარი პროდუქცია პური ხორბალი ენერგომატერიალს რუსეთიდან შემოდის საქართველოს ერთ კვირაში გამოირჩევა აი როგორც თან ალტერნატივას არ თავაზობენ ხო რუბლიკით რო გამორთვას ერთ კვირაში საქართველოს გაჩერდება და ევროკავშირშიც რა პრობლემაა წავა და თავის ევროკავშირში ხო თქვა სხვათა შორის პრემიერ-მინისტრმა თქვა რომ ესო ფასების გაზრდას გამოიწვევს ასე უთხარით რომ მაგალითად ბრიტანეთის ელჩსო რომ ფასების გაზრდას არ შეშლია პრემიერ-მინისტრს ფასების გაზრდას არ გამოიწვევს კოლაპს გამოიწვევს ხო და მერე რა გადაიხადონო ჩვენთანაც გაძვირდა რაღაცეებიო და იხდიანო ბრიტანელებიო და ქართველებიც გადაიხადონო სხვათა შორის ვერ იხდიან ბრიტანელები და ბრიტანეთში მასიურად ხალხი იმის გამო რომ ელექტროენერგიის და გათბობას ვერ თავს უკვე დაიწყეს როგორც უკრაინაში რო არის
პუნქტინის საკურსში იმასთან ეძახიან უკრაინელები მას რა ქვია მას დაუმარცხებლობის პუნქტები, ანუ პალატკები ქუჩაში, სადაც ხო ნუ რო არ გაიყინოს გათვება ცოტა ხანი, მე გამო ქუჩაში ეს ერთ-ორ საათში შესწირ შევა და გათვე ესეთი პუნქტები არის ბრიტანეთში. ზოგადად აი ეს დროს დიდ ბრიტანეთში დღეს რო პატარა და მეწვრილმანე გახდა და დაწვრილმანე იქამდე საქართველოს ერჩის და საქართველოს ჩვენ აი რა შეიძლებოდა დამატებით გაგვეკეთებინა სხვათა შორის გაეროში კიდევ ერთ რეზოლუციას მიუერთდით ხო გუშინ უკრაინის მხარდაჭერ რეზოლუციას რომელსაც ამერიკა არ მიუერთდა და სომხეთიც თუ არ ვცდები და აი რა შეიძლებოდა რომ გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ უკრაინის მხარდაჭერად აი ეს რო გავაკეთეთ რომ ის რეზოლუცია რომელსაც არ მიუერთდა შეერთებული შტატები უნგრეთი და მიუერთით ჩვენ აი ზედმეტი ბაპატიეთ, მაგრამ მატრაკმეცობა საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება. ეს ჩამოუყალიბებელი პოზიცია. როცა ხედავენ რომ შენ მაინც ისე იქცევი, მაინც ესე იგი რაღაც სამხრივად ცდილობ, რაღაცა მაამებლური პოზიცია დაიკო და რაღაც აი არავისთან რო არა ხა თუთაშხიას რო ციხეში გალახავენ და მე ვიღაცა ეუბნება რომ ხა ძლიერი კაცია ხო ვაშკაცი კაცია, მაგრამ მოერევიან რა ქურთქურდებთან მოუწევს დაპირისპირება და ну კაცი ეუბნება ბოლოს რომ ხედავ ვისაც ზარეზარება ყველა შენ გეჭხვი და ვიღაცასთან ასე მარტო არ შეიძლება რომ იყო და დღეს ახლა როცა ჩვენ აგე სანქციებს გვიწესებენ ხო ამ სამყაროში არის მთელი დიდი მაგალითად შეერთებული შტატები შეერთებული შტატების ადმინისტრაცია არის ილონ მასკი რომელიც ასევე სანქციების ქვეშ არის ევროკავშირის ქვეყნებმა სანქციები დაადეს ამერიკულ მედიას იმედს დასახსება იკვირდა რამაზე აშფოთება უნდა გამოიწვიოს ხო ამ იმედთან დაკავშირებით და ჩვენ რაღაცა მარტო ვართ არ შეიძლება რაღაც კოორდინაციაში ვიყოთ ამ თემატური მე არ ვამბობ რომ ჩვენ რაღაცას ჩავებათ შეიძლება ვიღაცას ჩაება კიდევაც რაღაც თემაში ხო არ შეიძლება თემატურ მოსაქვე რაღაც ალიანსში ვიყოთ თუნდაც აგერ ილონ მასკი ძალიან გავლენიანი პირია ტრამპის მეგობარია თანამოაზრეა 120 მილიონი დააჯარიმეს ეს თავისუფალი მედიის დაჯარიმებაა და ტრამპი დაემუქრა სანქციებით ევროპელებს. ბოდიში ტელეგრამის ფლობელი დაკავეს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ბრალიც კი ვერ წაუყენეს, მაგრამ არაფერი უბრალოდ უთროს იჯდები ციხეში სანამ არ მოგცემ გასაღებს, გატყდა ეს კაცი და მისცა გასაღები და დღეს ასე იგი ისმინება ტელეგრამში თუ კი ვინმე ამის წელს ისოდეთ რომ ტელეგრამი ჩვეულებრივად ისევე ისმინება როგორც სხვა დანარჩენი პლატფორმა. იმედი და პოზიტივი დასანქცირებული ბრიტანეთის მხრიდან დიდი ჟრიამული არის ოპოზიციაში ამ საკითხთან დაკავშირებით. რა შეფასება გაქვთ თქვენ? ჯერთი თქვენ ვისაც ოპოზიციას ეძახით, აი ბოს ამათ აქვს მენტალური პრობლემა. ერთგვარი კომპლექსი არის სრულფასოვნების და სიზული არის დაავადება. სიზულვილი საკუთარი ქვეყნის. აი როგორც არ უნდა მე არ მახსოვს ქვეყნის გარეთ სააკაშვილად ჩემი პირადი დამოკიდებულება გახსოვდა პოლიტიკურიც, ხო? მე არ მახსოვს ქვეყნის გარეთ სააკაშვილი მელანსხოს. აი ასე და მე არ გამიკეთებია რა. და ამათ ეს განცდა რომ შენიანი რაღაცა შენია და ქვეყნის გარედან რაღაცა ქვეყნის გარეთ არ უნდა ერეკლე მეფეს მეზარბაზნები არ აყავსო. ესეთი რაღაცები არ უნდა აკეთო. ჯერტი მე არ მგონია იმეს რაიმე სერიოზული პრობლემები შეექმნას ამ სანქციებით. აქედან რამდენიმე დასკვნა შეგვიძლია გამოიყო. ზოგიერთი კარგი დაიწყო. ის რომ ეს კოლექტიური დასავლეთი აღარ არის ისეთი კონსოლიდირებული თვითონ საქართველოშიც კი. და ბრიტანეთი რომელიც ყოველთვის იყო მთავარი ცეცხლის გამჩაღებელი და შემფითილებელი, მაგრამ ყოველთვის კაცს მიღმა იდგა. დღეს თვითონ მოუწია ხო მოქმედება და არჩანს ამ საკითხში კონსოლიდაცია საფრანგეთთან, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან და იგივე შეერთებულ შტატებთან. და შეერთებული შტატები უფრო მეორე საწინააღმდეგო მხარეს არის და ჩვენი მთავრობის ასე იგი სტრატეგიული ინტელექტუალური შესწავლა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ ვართ კოორდინაციაში თემატურ სიტუაციურ მოკავშირეებთან, როგორც არის მაგალითად ილონ მასკი. ვიმეორებ რომის პლატფორმა რა იმედი და რა CNN-ი ერთად ჩაისვა ჯიბეში ხო იმხელა ელექტორატი ყავს და მისი გავლენა პირდაპირ ვთქვათ რა არის პრეზიდენტის მეგობარი თანამოაზრე ძალიან ჭირდება პრეზიდენტს მისი პლატფორმა ძალიან ჭირდება პრეზიდენტს და ასე რომ ძალიან გავლენიანი პირია ხო და ჩვენ ეს იმედზე ესე მიზანმიმართული დარტყმა რატომ ხდება ну, იცი რა, ბევრი მიზეზი შეიძლება, ჯერტი იმედი არ გეწყინოთ, მაგრამ ყველა არხს ერთად
ჯამში რო ყავ. ხო, ერთად უგებს ნორმალურ რეიტინგი. არხებსაც და აი ამ რა ქვია რაღაც ალჯაზირა სხვის დაფინანსებით რომ მუშაობ ამ არხებსა ჯამში იმედი რეიტინგით უსწრებს, ხო? და მათი ჭკუით მათ საკონტროლო გასროლა გააკეთეს და დაარტყეს, ესე იგი, ხელისუფლების თავარ საყდრს. ხო არ არის დასამალი იმედი მე უსმენდი. ერთი რამდენიმე წლის წინ თქვენს რომ ჩვენ მხარე ვართო რა, პირდაპირ თქვენს რა. ყვეთრი გამოხატული არის 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ არ უნდათ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება ამ გამოცხადებული აქვს. ხო, გამოცხადებული აქვს იმას იმეს რომ ყველანაირად შევეცდებით რომ არ დავაბრუნებთო რეჟიმს, ანუ ყველანაირად შევებრძოლებითო და ადამიანების სხვათა შორის დღეს ახლა კითხულობდი სოციალურ ქსელში და აი ვინც თუნდაც ნიკა გვარამია 2007 წლის 7 ნოემბერს როდესაც ის იყო პროკურორი გახსოვთ იმედთან დაკავშირებით რა განცხადებები აქვს გაკეთებული ხო და დღეს არ ვიცი მორალურად რამდენად აქვს ამისი უფლება რომ დღესაც აი ამ წლების შემდეგ ისაუბროს კიდე ნიკა გვარამიას და მორალს ერთად ჩამოხჭურილი საში დოქს არ ლაპარაკობენ მიკამერამ გვარამიას და მორალზე არ შეიძლება ვილაპარაკოთ. თუმცა აქ ამ მორალის მეორე მხარეს არსებობს ნიკო გვარამიას საერთოდ რომ პოლიტიკოსად ითვლება. ჟურნალისტად ითვლება და პოლიტიკოსად რო ითვლებოდეს რა მოხდა? თუ მინდა ჟურნალისტად რო ითვლება, პოლიტიკოსად რო ითვლება, ეს ხელისუფლების კესერზეა. ეს არის დანაშაული და თქვენ დარწმუნებული ხართ რომ ხელისუფლების ხელშეწყობით არ არის ეს ყველაფერი? ელისო კილაძეზე თქვენ ადრე გქონდათ ასეთი ინფორმაცია? ელისო კილა რა ინფორმაცია უნდა მქონოდა? კონცენტრები რო გქონდა? არ, და რომ სუსტად ერთად მუშაობდა. არა მე ეს ბრალი ხო წაუყო? არ მე მქონდა ეს ინფორმაცია. ხაბეიშვილზე გქონდათ ინფორმაცია? არა, მე მქონდა. მე საგამოძიებო უწყება ხო არა ვარ ესე რომ. საგამოძიებო ჟურნალისტიკა ჩვენზე მე. ესე შეიძლება ბევრი რამე ვიცოდე, მაგრამ ასე გადამოწმებით და დაზუსტებით. ანუ რას მე ვიცი თქმა უნდა 14 წელია. ტელევიზიები, ტელე პირველი. დიახ. პოლიტიკოსებად წოდებული ბრბო სახელმწიფოს აჯანჯღარებს. გამოდის რომ ამას ყველაფერს აფინანსებდა ქართული ოცნების ვერტიკალი, მთელი ვერტიკალი. ხო, ნახეთ რომ პასუხისგებაში არიან გარკვეული თანამდებობის პირები ყოფილი. იცი რა არის? რომ იქაც ყველაფერი გზი არის ხო? რაც შეიცვალა ყოველ შემთხვევაში ერთი პირი ხო არის? პრემიერ-მინისტრი რაც კობახიძე არის, სუსუფროსი რაც დინარაძე არის, ხო ჩანს რომ შეცვლილი არის. ანუ მთელი ვერტიკალი აკეთებდა ამას. და მაშინ კი ბატონო, მიდგომები ხო შეცვლილია ახლა? შეცვლილია? არა, შენ არის დარწმუნებული ხარ რომ ხვალ ვინმე არ იტყვის რომ არ დადეს ფაქტებს რომ გვარამიასაც ისინი აფინანსებდნენ? დღეს რას გეუბნებით, იცი, თუ მაგალითად სუსის უყოფილი უფროსი რაღაცაში იყო ჩართული და ყოფილი თანამდებობის პირები, რაც შეიცვალა პრემიერ-მინისტრი, კორუფციაზე ლაპარაკობ. ანუ დღეს ეხლა ითქვა ელისო კილაძესთან დაკავშირებით, რომ აგერ სუსის უფროსთან ხონდა კოორდინაციაო, ხო? ყოველ შემთხვევაში ასე გავრცელდა ყოფილ უფროსთან. ხო, და ანუ ახლა ზუსტად ის თქმაც მე მინდა. ანუ ქვეყანას რო ანჯღრებდნენ, ტელევიზიების კი მელაძეს ხო ასენ ხო თქვა კობახიძე, პრემიერ-მინისტრმა თქვა, ხო არ მithქოს არა? მე ანუ ტელე პირველსაც აფინანსებდა თურმე ქართული ოცნება. ეხლა რაღაცა ფარდის ნაწილი გადაიხსნა. ის რა ჩვენ გვითხრეს, ეს არის ერთი ნაწილი ფარდის. მაგრამ ფარდას კიდე მეორე ნაწილი მთელი სცენა არ გამოჩენილა. და მე გეტყვი ეხლა რადგან თქვი რომ პოლიტიკოსი ვარ და არა მუსიკის მასწავლებელი და ხატვის მასწავლებელი ხო რომელიც ჩვენზე უპირატესები არიან უბრალოდ მე მეტი ინფორმაცია მაქვს და მე რამეს ხვდები ისინი არ მუშაობენ ამ ინფორმაციაზე ხო თქვენ როგორ ხედავთ როცა რაღაცა ნაწილი პოლიტიკოსების ამ ეგრეთ წოდებული გაატრიალების წინ ხობემ რო უღალატა ხობე რომ მიაკითხათ სახში და თვითონ რომ მოინგრა ხობე და გაატრიალებას ხო რო ცდილობდნენ ხო რაღაცა ნაწილი პოლიტიკოსების 3 და 4-იანი სასჯელებით დაიჭირეს როგორ ფიქრობთ თქვენ ეს რეალისტური იყო მაგალითად ელენე ხოშტარია დააკავეს რაღაცა წარწერის გაკეთებისთვის ელენე ხოშტარიას თვითონაც შეეძლო არ გადაეხადა გიროდა მე უნდა და ჩაჯდომიტორი იქიდან უნდა განარიდეს ეს ხალხი გაიყვანეს საინფორმაციო იგივე ნიკა გვარამია გაიყვანეს მოაცილეს და ვინზის ორი ახლა ნუ ციხეში ზის და არ ვიტყვი ისეთ მაგრამ ორი გულუყვილო მოდი ესე ვთქვათ რა არ ვაწყენინოთ პატიმრებს და პატამურჭულაზე გულუყვილოა აბა ახლა ჭკვია ჭკუის მაჩვენებელია
და პარტა ბურჭულაძე იყო მაგის მოწყობი და ეს რა ქვია მეორე რაგვარია ზოდელავა? გენერალური პროკურორი იყო, რას ნიშნავს კაცო, იმ ხელა თანამდებობა. გენერალური პროკურორი იყო, იმას არ ნიშნავს, რომ თქვა თუ არ ქონდა გენერალური პროკურორი როგორ არ შეიძლება გამოლიყო იმ ხაფანგში, რომელიც მე არ ვამბობ ეს ქართულ მოცემამ გააკეთა. მაგრამ ქართულ მოცემამ ფაქტია, რომ თავარი მოქმედი აკოდები გაარიდეს. ხაბეიშვილი და თვეებიანი ჯაფარიძე. ჯონდი, იმ მოვლენების დროს რო წავიდეთ 2004-ში თუ 3-ში ვარდების რევოლუციის დროს, მაშინაც არ იყო, მე მაშინ მოქმედი ჟურნალისტი ვიყავი და ესეთი აღქმა, რომ ვიღაცა კანებს გაუღებდა იმის პარლამენტის და რევოლუცია მოხდებოდა. მაშინაც ხო ისე მოხდა, რომ თითქოს არაფერი და არაფერი შეიცვალა ხელისუფლება. ხო, მაგრამ მაშინაც იქნება ახლაც ქონდათ ეს განცდა. მაშინაც შევარდნაძესთან რო იყო ამათ ხალხი ეგ გასაგები არ იყო შევთვის იმ წუთშივე? ხო, მაგრამ იქნება ახლაც ქონდა, იმიტომ რომ ისინი ამბობდნენ, რომ აი ვიღაცაებთან ჩვენ კოორდინაციაში ვართ, კი, ერთ და იგივეს ვამბობთ, კი. ერთ და იგივეს ვამბობთ. მე სხვა რამე ამ მედლის მეორე ნაწილზე ლაპარაკობ. სცენიდან გაიყვანეს, განარიდეს თავისი აგენტურა რამდენიმე თვიანი სასჯელებით. ვერ მიმხვდით? დიახ, მაგრამ მიმდინარეობს ჯაფარიძე. ნახე, აი ჯაფარიძე. რომელიც გენერალური მდივანი იყო ნაციონალური მუზეუმის, ხო? რომელსაც ჩაუწერეს, რომ ჩანწერი არსებობს, სეტრის ამზადებს მოლოტოვის კოქტეილებს, სუსის ინფორმაცია იყო, მე არ მინახავს. მაგაზე გამოძიებაა ცალკე. კი, ხო, გამოძიება ცალკე. რომელმაც ასევე, აი თქვენ აბას სცადეთ ახლა თქვენ ნარკოტიკების კულტივაცია, დათესეთ ნარკოტიკი, გამოიტანეთ ეს პატრულის თანამშრომლების თვალწინ, ჟურნალისტების თვალწინ, მე მოიხმარდა სხვასაც, ანუ ეს არის ნარკოტიკების კულტივაცია, დამზადება, მოხმარება და გავრცელება. სამუდამო პატიმრობაა. კაცი საგამოძიებო მოქმედებების კი არ ჩატარებულა მაგათ ოფისში. და რამდენიმე თვით დაიჭიეს რაღაცაზე, რაღაც გირაოს გადაუხდელობაზე, იმიტომ რომ თია წულუკიანის იმაზე არ გამოცხადდა და სამაგიეროდ გადარჩა აგერ 20 წლიან სასჯელს, რომელიც პატა ბურჭულაძემ და იმან პატა ბურჭულაძეს და იმებს უარ გაექცნენ გვერდზე სპეციალურად. აბა რას ვამბობ? ახლა ესე კარგად ვერ ახსენ როგორც მაგას კი ვენები. აბა რა. ეს ნაწილი გაიყვანეს. ეხლა ამას ვინ გაიყვანა თქვენგან ისვენ გავიგე. ხელისუფლებამ გაიყვანა. ხო და მე გეუბნებით პირიქით იმათმა ხო არ ისინი ხო არ მოწყდნენ იმ პატა ბურჭულაძეს თავის. ხელისუფლებას თვა უნდოდა და ხოშტარიას საქციელში ესაც იყო ხო მას შეიძლება გაიარო გადაიხადა იქ დარჩენილიყო მოვიდა. ხო არ გამოვიდა. დღეს ბურჭულაძის გვერდიჭიდე იქნებოდა არა რამდენიმე თვიანში, არამედ 20 წლიანში. კი, ხო, მაგიტომ გეუბნებით თვითონ ხო არ გამოვიდა. მაგრამ ხელისუფლებას შეიძლება აღკვეთი არ მიეცა რა. გაიყვანეს ესენი მე როგორ არის იცი ყველა ასეთ პირს ყავს თავისი კურატორი აი სამიშნაოს ყავს თავისი კურატორი ეხლა ამ კურატორებს შეუცვალეს უკვე და გამოუშვეს ახალ კურატორებს ისევ თუ მიეცა საშუალო ისევ 14 წელი უნდა ანჯღრიონ ქვეყანა მადლობა ჯონდი რომ მოხვედით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა ჯონდი ბაღათური ესუსმენით ქართული დასიდან და ბატონ შაქარიშვილი შემოგვერდა ნეიტრალური საქართველოდან საგამოშვიდობის მადლობა რომ მოხვედით მოწვევისთვის მივესალმებით თქვენს მაყურებელს 105 წელი ოკუპაციიდან დღეს როგორ ფიქრობთ რა გამოწვევები გვაქვს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტის მოპოვება არ არის ერთჯერადი აქტი რომ ეს ერთხელ მოხდეს ამისთვის ვიბრძოლოთ გავიფორმოთ და ეს მუდმივად გაგრძელდეს დღესაც ამ ბრძოლაში ვართ ჩვენი ქვეყანა არის ბრძოლაში საკუთარი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისათვის გადარჩენისთვის ბრძოლაში არის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოცხადებულია ღია ომი და ეს თუნდაც ეს ბოლო ნაბიჯი რაც მოხდა ხედველობაში მაქვს დიდი ბრიტანეთის მხრიდან იმედისა და პოზიტივის სანქცირება ეს ყველაფერი არის ერთი კონტექსტი, ერთი ომის ეპიზოდები რაც ხდება იმის მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ ჩვენ არ ვიხოცებით მათი ინტერესებისთვის 105 წლის წინ ხედავდით ვინ გვებრძოდა დღეს რამდენად ხედავთ ვინ გვებრძოს ხილულია ნათელია ეს არის ის ძალები რომლებიც მართავენ დღეს მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიას და ასევე ბრიტანეთის ხელისუფლებას რომელსაც სულ რამოდენიმე დღის წინ მათივე აი ამ ძალების deep state-ის ოლიგარქიული ოჯახების კონტროლირებული სპეცსამსახურების და ასევე მედია საშუალებების მიერ დოზირებულად და მიზნობრივად მოხდა
კონკრეტული ინფორმაციების, უმძიმესი ინფორმაციების გავრცელება, რის შედეგადაც საპატიმროში აღმოჩნდა პრინცი ენდრიუ ძალიან მძიმე ბრალდებით, ისეთი როგორიც არის 6 წლის ბავშვის წამების ყურება და ამაში მონაწილეობა. ასევე დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში მთლიანად ბრიტანეთის ხელისუფლებას აბსოლუტურად აქვს დაკარგული მორალური სახე. ის არის მარტივად მართვადი და დღეს ის არის წინა ხაზზე, ასე ვთქვათ, საქართველოსთან მიმართებაში ბრძოლის წინა ხაზზე, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაშიც და თავის მხრივ ევროპაშიც ევრობიუროკრატიამ აბსოლუტურად დაკარგა ეფექტი გაცვდა. შესაბამისად, ეს იყო ტაქტიკური სვლა ერთგვარი, რომ ამ ბრძოლის წინა ხაზზე გამოსულიყო დიდი ბრიტანეთი და ეს არაერთხელ ყოფილა, მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო და საბედისწერო იყო 2022 წლის აპრილი, როდესაც საგანგებო დავალებით მივლენილმა ბორის ჯონსონმა ჩაშალა უკვე შეთანხმებული ხელმოწერილი სამშვიდობო დოკუმენტი, რომლის შემდეგაც მრავალი ასეული ათასი ადამიანი გარდაიცვალა, დაიკარგა ტერიტორიები და დღესაც 4 წლის თავზე ეს ომი გრძელდება და ამ ომის გაგრძელება და ამ ომის საზღვრების გაზრდა დღესაც არის deep state-ის და ამ ოლიგარქიული ოჯახების ინტერესი და სწორედ აი ამ ინტერესიდან უნდა დავინახოთ თუნდაც ის ნაბიჯი, რაც ბრიტანეთმა გადადა. გასაგები იმას, რასაც თქვენ და ზოგადად ხელისუფლებაც უწოდებს სუვერენიტეტის დაცვას. ოპოზიციის გარკვეული ნაწილისთვის ეს არის დასავლური კურსი და ნაცდენა და რუსეთზე მიბმას, ასე უწოდებენ. აი აქ რა უნდა გაიგოს საქართველოს მოქალაქემა? პირველი, საქართველოს მოქალაქისთვის ყველაფერი ცხადია. საქართველოს დღეს არ ყავს ოპოზიცია. იმ ძალებს, რასაც თქვენ ამ შემთხვევაში არ პერსონალურად მედია ხშირ შემთხვევაში უწოდებს ოპოზიციას, ეს არის აგენტურული ქსელი. აგენტურული ქსელი, რომელიც 9 წელი ხელისუფლებაში ყოფნისას, ხოლო შემდგომში უკვე ოპოზიციიდან, არასამთავრობო სექტორიდან, მედიებად წოდებული პარტიული განყოფილებებიდან იბრძვის ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. ასე რომ მათ ვერ აღვიქვავ და არ შეიძლება ეწოდებოდეს ოპოზიცია. ეს არის აგენტურული ქსელი, რომლის დემონტაჟის გარეშე ჩვენ სულ ვიქნებით აი ამ წრეზე. ამიტომ ვაცხადებთ პარტია ერთეინაიტრალური საქართველო უკვე დიდი ხანია და ამისთვის არა მხოლოდ ვაცხადებთ, არამედ ვდგავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ აგენტურული ქსელი ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი პოლიტიკური სივრციდან განიდევნოს ერთხელ და სამუდამოდ იმისათვის, რომ ეს აღარასდროს აღარ კონდეს ეფექტი აი ესეთ შანტაჟის მექანიზმებს და ნაბიჯებს, როგორც იყო ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები, რეზოლუციები, განცხადებები და ასე შემდეგ ის ბერკეტები, რაც გააჩნია ევრობიუროკრატიას თუ სხვა უცხო სახელმწიფოებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. იმისათვის, რომ მათ ვეღარასდროს ვეღარ იქონიოს ეფექტი და იმისათვის, რომ საზოგადოებამ აღარ დაუშვას არასდროს, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიქცეს პროქსი სახელმწიფოდ სხვის ხელში, ამისთვის ერთ-ერთი ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხი არის სწორედ აი ამ აგენტურული ქსელის განდევნა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი პოლიტიკური სივრციდან, იმისათვის, რომ აი ესეთი დოგმები და აბსოლუტურად უსაგნო საუბარი რუსეთი და რაც თუნდაც ფორმალურადაც უკვე აღიარეს იგივე ბრიტანეთის მთავრობამ, როდესაც იმედზე და პოსტივიზე დაწერა, რომ ისინი უკრაინასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების გამო ისჯებიან, ხო, რეალურად, იმიტომ ისინი მიუთითებენ საქართველოს მოსახლეობის 50%-ს და სტატისტიკა, რომელიც უყურებს ენდობა ამ ტელეკომპანიებს, ისინი პირდაპირ განუსაზღვრავენ, რას უყურონ. სხვათაშორის ისიც უნდა ითქვას, როდესაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, იმედის ჟურნალისტები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იყვნენ იქ ჩასულები და გადმოსცემდნენ პირდაპირ რეპორტაჟებს. ამ თემაზე ოდნავ მოგვიანებით მინდა გავაგრძელოთ, მაგრამ 2 დღის წინ თუ არ ვცდები, ამ ევროკავშირის ელჩმა გააკეთა ასეთი განცხადება, რომ ევროკავშირმა შეამცირა რუსეთთან ვაჭრობა, საქართველოს კი რუსეთთან ახლა ბუმი აქვს. აქ როგორია თქვენ შეფასება? კლასიკური ორმაგი სტანდარტი, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ეს მთელი კომპლექსური მოქმედებები იყო, ხო, სანქციები, სხვადასხვა სახელმწიფოების ელჩების, ევროკავშირის ელჩის განცხადება
ის რაზეც მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ქართული საზოგადოება, მათ შორის ხელისუფლებაც ღიად საუბრობდა, მათ უკვე ფორმალურადაც აღიარეს. თუ ისინი აქამდე ამბობდნენ, რომ ჩვენ არასოდეს მოგვიწოდებიან საქართველოსთვის დაეწესებინა სანქციები, ისინი დღეს უკვე ფორმალურად ამბობენ, რომ საქართველოს მიმართ ეს აბსოლუტურად უსამართლო, არაობიექტური დამოკიდებულება, მტრული დამოკიდებულება ეფუძნება ამას, რომ ჩვენ უარი ვთქვით საკუთარი თავის ეკონომიკურ თვითმკვლელობაზე, რაც საბოლოო ჯამში მიდის ესკალაციამდე და სამხედრო დაპირისპირებამდე. აი როგორ გამოიწვევდით რუსეთის გაღიზიანებას, აი თქვათ, ისინი რასაც მოითხოვენ საქართველოს მისამართით, რა მოხდებოდა? აი თქვენ ამბობთ, რომ აი გამოვიწვევდით გაღიზიანებას, ხო? აი რა მოხდებოდა კონკრეტულად? ეს არის ნაბიჯები, ცალკე აღებული ერთი ნაბიჯი კი არა, ვთქვათ, საქართველოს მიერ გადადგმული. ეს არის მთელი კომპლექსური მოქმედებათა სისტემა, დიახ, რომელსაც უნდა მieყვანა საქართველოს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებამდე. რაც ხდებოდა 2008 წლამდე, როგორ ხდებოდა მთლიანად მთელი პოლიტიკის აწყობა იმაზე, რომ საქართველოს შეჯახებულიყო რუსეთის არმიას ფიზიკურად და დარჩენილიყავით მარტო, ხო? ან 2008 წელს ან დღეს საოკუპაციო ხაზთან თქვენ წამიყვანთ და მანახებთ რომელიმე ევროპული სახელმწიფოს ან ნატოს წევრი სახელმწიფოს ტანკს ან ჯარისკაცს, რა თქმა უნდა ვერ მანახებთ, ხო? დაგვტოვეს მარტო და ასე მოხდებოდა იმ შემთხვევაშიც, როდესაც 2022 წელს მთელი ეს მანქანა, ევროპული ბიუროკრატია, ცალკეული სახელმწიფოები, ქვეყნის შიგნით მოქმედი აგენტურული ქსელი, ძალიან დიდი მანქანა დაუპირისპირდა ჩვენს ქვეყანას. ძალიან მძლავრი მანქანა, რასაც გაუძლო ჩვენმა სახელმწიფომ აი უდიდესი გენეტიკური სიბრძნით შეიძლება ითქვას ამ ჩვენი უდიდესი წარსულით, რაზეც დგავარ და რამაც მოიყვანა ჩვენი ქვეყანა აქამდე და პერსონალური თავგანწირითაც მათ შორის, რომელიც გამოიჩინა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირადად ამ ბრძოლაში და საზოგადოების ინფორმირებულობამ, ინფორმაციულმა შეიარაღებამ იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდებოდა საქართველოსთან მიმართებაში რეალურად, რა სურვილები ამოძრავებდა ამ ძალებს ჩვენ ქვეყანასთან დაკავშირებით, ამან გაგვაძლებინა და მოგვიყვანა დღემდე, მაგრამ ეს აღარ არის საკმარისი. ახლა იმისათვის, რომ ეს იყოს გრძელვადიანი ჩვენ ქვეყანაში მშვიდობა, შევინარჩუნოთ სტაბილურობა, მივახციოთ ეკონომიკურ კეთილდღეობას, ამისთვის აუცილებელია უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და ამ ილუზიებიდან საბოლოო გათავისუფლება. დესაკრალიზაცია მოხდა. ევროკავშირის ამ ძალების საზოგადოება ინფორმირებულია, მაგრამ ახლა უკვე საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები, ჩვენი საგარეო პრიორიტეტები უნდა იყოს ადეკვატური და შესაბამისობაში ახალ მსოფლიო რეალობასთან, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ სამწუხაროდ დღემდე ეს ჩვენი საგარეო პრიორიტეტები არის დარჩენილი წარსულში იმ მოცემულობაში და იმ მსოფლიო წესრიგში, რომელიც ყველა მხარის მიერ არის აღიარებული, რომ დაინგრა და ჩვენ დღეს აი ამ პროცესს ვადევნებთ თვალს. იქნება აბსოლუტურად ახალი მსოფლიო წესრიგი, ამიტომ ჩვენ გასაგებია რომ არ შეგვიძლია ვთქვათ გავლენა მოვახდინოთ და ჩვენ თვითონ შევცვალოთ მსოფლიო პოლიტიკა, მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია ვიყოთ ადეკვატურები იმ ცვლილებების მიმართ, რომელიც დღეს ჩვენს გარშემო თუმცა ეს იზოლირებული ვერ ვიქნებით, ხო? ეხლა მოწონს, არ მოწონს ან საქართველოს ხელისუფლებას ან თქვენ, ევროკავშირში დღეს ეს მოცემულობა არის, ვხედავთ რომ ამერიკასა და მათ შორისაც არ არის ჰარმონია, იქაც არის გარკვეული დაძაბულობა, დიახ. ნეიტრალიტეტი ჩვენი პარტიის მთავარი იდეა. თქვენი პარტიის, მაგრამ სხვა რაღაცას გეუბნებით. სხვა რაღაცას გეუბნებით. როცა რეზოლუცია თანამშრომლობას, არც ხო, მაგრამ როგორ როცა რეზოლუციაზე იღებენ საქართველოსთან დაკავშირებით და მკვეთრი განცხადებები არის, ხო, საქართველოს ხელისუფლების მისამართით. აი აქ რა როგორ უნდა მოხდეს რაღაცის დასტაბილურება, ხო? როგორ უნდა მოხდეს და პირველ რიგში ჩვენ უნდა ამოვიღოთ კონსტიტუციიდან 78 მუხლი, რომელიც არის ბორკილი ჩვენს სახელმწიფოზე, რომელიც როგორც გითხარით, გვტოვებს წარსულში. ეს კონსტიტუციური ჩანაწერი ჩვენ ქვეყანას ტოვებს წარსულში და წირავს იმისთვის, რომ ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია ესე ხო არ არის რომ ამოვიღოთ. ჩვენ მოვყვეთ ნანგრევებში იმ მსოფლიო წესრიგისა, რომელიც ჩვენს თვალწინ ინგრევა. აი ეს მუხლი არის სწორედ ის მუხლი, რომელიც ჩვენ გვტოვებს წარსულში. ამიტომ ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას. და სწორედ ცდილობენ, რა თქმა უნდა, წარმოაჩინონ და მიდევნონ, ესე ვთქვათ, მოახდინონ ამ იდეის რაღაცნაირად დაზიანება, სწორედ იმიტომ, რომ ეს არის რეალური გადარჩენის გზა, ეს არის რეალური გარანტია
გრძელვადიან პერსპექტივაში რომ საქართველოს მოიპოვოს მყარი მშვიდობა, იყოს ქვეყანაში სტაბილურობა, შიდა პოლიტიკური სტაბილურობა და ვიზრუნოთ ისეთ საკითხებზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას რეალურად აწუხებს, მივახციოთ ეკონომიკურ კეთილდღეობას, ვქონდეს ვივაჭროთ იმასთან, ვისთანაც გვინდა და ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ვქონდეს ურთიერთობები ნებისმიერ სახელმწიფოსთან თუ გაერთიანებასთან და ლონდონიდან და ბრიუსელიდან არ გადაგვიწყვიტონ რომელ არხზე გადავრთოთ ჩვენი. მივედით აი ამ არხებთან დაკავშირებით საკმაოდ გახარებული არის, მოდი ასე ვთქვათ, ოპოზიციის დიდი ნაწილი. თქვენ როგორ ფიქრობთ, რას მოიტანს თუნდაც აი ამ ორი მედიის საშუალების დასანქცირება? ორი მედია საშუალება არ არის მთავარი სამიზნე ამ სანქციების, ხო? ეს უნდა დავინახოთ ჩვენ ფართო კონტექსტში და სწორედ აი ამ ბრძოლის ნაწილად, რაც მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ეს არის კიდევ ერთი ესე ვთქვათ მცდელობა პოლიტიკური შანტაჟისა, იმის გამო კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ვიხოცებით მათი ინტერესების გამო. აქ არის სამიზნე სიტყვის თავისუფლება, აქ არის სამიზნე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და თანაც ეს ყველაფერი ხდება აი იმ ფონზე, როდესაც აბსოლუტურად გაუკუღმართებულია ღირებულებები, ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების ჯილდოს აძლევენ პოლიციელზე თავდამსხმელს, ასევე საერთაშორისო ჯილდოს აძლევენ პრესის მედიის თავისუფლების კუთხით და ასანქცირებენ იმედსა და რუსთავიორს, მხოლოდ და მხოლოდ რუსთავიორის არა, იმედსა და პოსტივის ბოდიშ ვიხდი, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი არ ექვემდებარებიან მათ დღის წესრიგს და არ ზიან იმ არ ავრცელებენ იმ ცრუ ნარატივს, რომ აი 5 წუთი დარჩა უკრაინის ჯარებს და მოსკოვს აიღებენ, ხო, რომ არ აცხოვრებენ ქართულ საზოგადოებას ამ ილუზიაში, ამისთვის ისჯებიან სწორედ ეს ტელევიზიები. მე მინდა თითოეულ მათ თანამშრომელს, თითოეულ მათ ჟურნალისტს ვისარგებლო თქვენი ეთერი და გამოუცხადო მხარდაჭერა და სოლიდარობა ქართული საზოგადოების სახელით, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არ არის ბრძოლა კონკრეტულად რომელიმე ტელეკომპანიისთვის, ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, იმისათვის რომ ჩვენი ქვეყანა აღარ იყოს მოწყვლადი და აღარ კონდეს ასეთი შანტაჟის იაფასიან ნაბიჯებს, ესე ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენა და არ დაუშვათ არასოდეს რომ ჩვენი სახელმწიფო გადაიქცეს პროქსი სახელმწიფო და ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენი სიცოცხლის ხარჯზე რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლონ მათი ინტერესებისთვის. მადლობა რომ მოხვედით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ვატო შაქარიშვილს უსმენდით და ლადო ბოჟაძე შემოგვერთა პარლამენტის წევრი ევროპელი სოციალისტები სამშვიდობისა. ლადო, მადლობა რომ მოხვედით. თქვენთანაც უნდა დავიწყო 25 თებერვალია 105 წელი ოკუპაციიდან. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა გამოწვევები აქვს დღეს ჩვენს ქვეყანას? ძალიან მძიმე თარიღია დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის 105 წელი გავიდა საბჭოთა ოკუპაციიდან, თუმცა ისევე როგორც ის ოკუპაცია აღმოჩნდა დროებით მიუხედავად იმისა, რომ 70 წელს გაგრძელდა და ჩვენ ქვეყანას შეძლო დამოუკიდებლობის აღდგენა, ფიქრობ, რომ ასევე დროებით ეს ოკუპაცია რაც ახლა აქვს დღეს ჩვენს ქვეყანას, თქვენ იცით, რომ ჩვენ ფაქტობრივად ვიბრძვით მშვიდობისთვის და ვიხდით იმ საფასურს, რომელსაც ახლა იგივე სანქციებით და კიდევ ერთხელ მინდა იმეს და პოსტივის ხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადო ყველა მათ თანამშრომელს და ჟურნალისტ, რა თქმა უნდა, ეს გამოწვევები კვლავ არსებობს, ჯერ 20% გვაქვს ტერიტორიების ოკუპირებული, დღესაც რუსეთის საჯარისო ნაწილებით განან საქართველოს ტერიტორიაზე დღემდე არასრულებს რუსეთი 12 აგვისტოს ხელშეკრულებას და ევროკავშირის სამწუხაროდ ვერ აღსრულებს იმ ფუნქციას, როგორც მას დაევალა თავის დროზე როგორც მედიატორს, რომ ეძულებინა რუსეთი შეესრულებინა 12 აგვისტოს ხელშეკრულება, გაეყვანა ჯარები და სამწუხაროა, რომ მაშინაც ჩვენ მიხედავთ იმისა, რომ ევროკავშირი იყო გარანტი თავის დროზე და მშვიდობა დამყარდა მაშინ, თუ ამას მშვიდობა ქვია, როცა უბრალოდ ბრძოლის საბრძოლო მოქმედებები შეწყდა და რუსეთთან ცხელი ფაზიდან უბრალოდ ცივ ფაზაში გადავედით, ასე ვთქვათ, არ ყოფილა ისეთი კაცრი დამოკიდებულება, იგივე სანქციები, განცხადებები, ფინანსური თუ სხვაგვარი მხარდაჭერა საქართველოსი გახსოვთ თქვენ იგივე პირიქით. აქეთ დაგვიწესეს სანქციები, ემბარგო იარაღზე და ასე შემდეგ, ასე რომ ეს გამოწვევები დღემდე არსებობს და ამიტომაც არის ძალიან ფრთხილი პოლიტიკა საჭირო. ის 4 წელი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომიდან დაიწყო ფაქტობრივად 24 საათიან რეჟიმში, ჩვენ სწორედ მშვიდობის შენარჩუნება გვიწევს და ერთის მხრივ მშვიდობა და მეორეს მხრივ სტაბილურობა ქვეყნის შიგნით
პოლიტიკური არეულობის და სიტუაციის აი ამას რაზეც თქვენ საუბრობთ, ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც მკვეთრად არის დაპირისპირებული საქართველოს ხელისუფლებასთან, ამბობენ, რომ არავითარიობის საფრთხე არ არის, რომ ეს არის პროპაგანდა, რომ საქართველოს არავინ არ სთხოვს მეორე ფრონტს. ხო, თქვენ ახლა რადიკალი ოპოზიციონერები ახსენეთ და ისინი ხელისუფლებასთან კი არა, საქართველოსთან არიან დაპირისპირებულები, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან და ქართული ხალხის ინტერესებთან. გავიხსენოთ სამიელჩის განცხადება, რომელიც 2 დღის წინ გავრცელდა, როცა გეუბნებიან, რომ შენ ეკონომიკური ურთიერთობები უნდა გაწყვიტო რუსეთთან და ამ დროს ბალტიისპირეთი სამივე სახელმწიფო ჩვენზე მეტი ღვინო და ალკოჰოლი შეაქვთ რუსეთში, ერთი ვენახი რო არ აქვს საკუთარი, ხო, იცით თქვენ და ამაზე რატომღაც არავის რეაქცია არ აქვს. თვითონ ევროკავშირი რამდენს ვაჭრობს რუსეთთან და ჩვენ გვეუბნებიან, რომ არ ივაჭრობთ. თვითონ ამდენი სახელმწიფო არის დღემდე დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და თურმე ჩვენ უნდა ვთქვათ უარი რუსეთთან თანამშრომლობაზე, ანუ დავაზარალოთ საკუთარი ეკონომიკა, დავაზარალოთ ქართული ბიზნესი, სამუშაო ადგილები, გადასახადები და ასე შემდეგ, რის გამო, რომ ამას მოყვეს გარკვეული არეულობა ქვეყნის შიგნით, იქნება შეიცვალოს ხელისუფლება არეულობით და მოვიდეს ისეთ ხელისუფლება, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაზეა საუბარი, რომელიც ადვილად დათანხმდება ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მათ შორის იგივე 2008 წლის ომი რომელიც უნდა გავიხსენოთ აუცილებლად. როცა სანქციებზე არის საუბარი, თქვენ იცით რომ ჩვენ მიერთებულები ვართ საერთაშორისო სანქციებს და მიუხედავად იმისა, რომ არ ვართ ვალდებულები, იმიტომ რომ არ ვართ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, დავიცვათ სანქციები, მაინც ვიცავთ, გახსოვთ ბრიტანეთის, ამერიკის, ევროკავშირის შესაბამისი პირების ვიზიტი, რომელიც მადლიერები დაიწყეს პრესკონფერენცია გახსოვთ თქვენ და დღესაც გამოდიდებული შუშით ვაკვირდება ყველა გამოიყენება თუ არა საქართველოს. თუმცა ერთ ნაწილში აი ამ ომის ძალიან მწვავე განცხადებები გაკეთა ოპოზიციის მხრიდან, თუ არ ვცდები, ხალბატონი ხატიას მხრიდან იყო, რომ რაღაცა შავი ხვრელები არის საქართველოს ხელისუფლებას დატოვებული აქვს, რითიც ვეხმარებით ოკუპანტ სახელმწიფოს. იგივე დაგიყოლების სპორტი ახსენეთ თქვენ და წარმოიდგინეთ ახლა, რომ სანქცირებული იყოს ან გემი, ან ნავთობი, ან კომპანია და ამას არ ქონდეს არანაირი რეაქცია. გარდა იმისა, რასაც რადიკალური ოპოზიცია გაკეთებს, საიმისოთ, რომ გარედან მოამზადოს სანქციები. საკუთარ ქვეყანაზე ილაპარაკონ. ცუდი, გახსოვთ თქვენ იგივე ჰელსინკის კომისიაში არაერთი დამსმენის ვიზიტი, ასე ვთქვათ, ვაშინგტონის სამოქალაქო სექტორიდან თუ პოლიტიკური პარტიებიდან ბრიუსელში მათი ვიზიტები, საიმისოთ, რომ იქ მოამზადონ ნიადაგი შემდგომი სანქციებისთვის. ახლაც როცა ჩვენ იგივე იმედზე და პოზიტივზე ვსაუბრობთ, ჩვენ ხო კარგად ვიცით ორივე ტელევიზიის რეიტინგი, ხო? და ამათ პარალელურად ტელევიზიები, რომლებზეც კარგ ამინდსაც კი არ აცხადებენ, რომ ვინმეს განცდა არ ქონდეს, რომ კარგი ამინდია და კარგი რამე ხდება ამ ქვეყანაში და მართლად ყუილით და დეზინფორმაციით ყვებავენ საზოგადოებას, ისინი ჩვენ არ გვიხსენებია. სხვა შორის თუ გავიხსენოთ 2007 წელს, მაშინაც იმედი სიმართლის თქმისთვის დაისაჯა, როცა იცით თქვენ სპეცრაზმით აიღეს, ასე ვთქვათ, შტურმით და მაშინაც სამწუხაროდ იგივე ბრიტანეთთან სხვა სახელმწიფოებს თუ საელჩოს განცხადებები არ გაუკეთებიათ, თუმცა ხედავთ როგორ იცავენ მათთვის მისაღებ მედიებს, რომლებიც მათ აზრს ასე ვთქვათ, ითვალისწინებენ და სხვანაირ ნარატივს მიყვებიან. ჩვენ რომ მივიღეთ კანონმდებლობა გახსოვთ იგივე გამჭვირვალობის, მედიასთან მიმართებაში და ასე შემდეგ, როგორი რეაქცია მოყვა და ახლა აღმოჩნდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები 2 დღის წინ სწორედ ამაზე საუბრობდნენ, რომ თურმე დეზინფორმაციისგან უნდა დაიცვან ევროკავშირი და ასე ფარიც უნდა შექმნა და ხმალიც უნდა შექმნა და ჩვენც შევქმნით ფარი, რომ დავისვათ ჩვენი ქვეყანა გარეჩარევებისგან, ამაზე ამხელა რეაქცია მოაყოლეს. თავად ევროკავშირი ღებულობს იმ კანონმდებლობას, რომელიც ჩვენ მანამდე მივიღეთ, თავად ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, საფრანგეთმა, მერე უკვე ბრიტანეთმა კიდევ უფრო მკაცრი კანონმდებლობა მიიღო, ოღონდ ჩვენ ამის მიღების უფლება არ აქვს. რატო? იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა დავიცვათ თურმე ჩვენი ინტერესები და გარედან ისე უნდა შემოვიდიოდეს ასეულობით მილიონი დოლარი, რომ არც ქართულმა ხალხმა, არც ქართულმა სახელმწიფომ ამაზე არაფერი არ მოიცავს. იმედზე საუბრობდით თქვენ და ჟურნალისტებმა კითხეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს რომ შეექმნებოდა თუ არა ტელეიმედს სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, კომპანიების მხრიდან პრობლემები და პრემიერმა თქვა, რომ არც სახელმწიფო სტრუქტურებიდან, არც კერძო კომპანიებიდან იმედს არ უნდა შეექმნას პრობლემები. ეს თუ იმისთვის იყო გათვლილი, რომ ეს ასეთი პრობლემები შეექმნებოდა იმედს და თუ სახელმწიფო ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ არ შეექმნება, მაშინ რისთვის იყო ეს სანქცია გათვლილი? თუ შიგნით ვერ იმუშავებს ეს სანქცია, მაშინ რისთვის? ხო, ჩვენ თუ ნახავთ თავად სანქციები, რასაც უკავშირდება ბრიტანეთში და ბრიტანეთის
ასე ვთქვათ, სახელმწიფოებრივი ვირჯინის კუნძულები და შემდეგ ახსენეს იქ რაღაცა ბანკების გახსნას, რაღაცა სატრასტო ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობას და ასე შემდეგ, თუმცა რეალურად არც ერთი ანგარიში საქართველოსში მათ ბანკებში არც ერთი ტრანზაქცია, მათ შორის რეკლამიდან შემოსავლები, სახელმწიფო დაკვეთა თუ იქნება კერძო თუ ასე შემდეგ რაღაცა ხელფასებს ვერ გასცემენო, ტექნიკურად რამოდენიმე წუთით საიტი გაითიშა და ზარზე იმიქონა დატეხილი. ამას რეალური შედეგი არ მოყვება. თუმცა რეალური შედეგი არის ის, რაც მათ ჭირდებათ, რომ ეს ორი ტელევიზია, ყველაზე რეიტინგული ტელევიზია, რომელიც სიმართლეს ეუბნებიან ქართულ საზოგადოებას, არ მხოლოდ საერთაშორისო მოვლენებზე, არამედ პირველ რიგში ჩვენს ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებზე, აქციონ თითქოს და რუსეთის პროპაგანდის ნაწილად და წარმოიდგინეთ ახლა ოკუპაციის დღეს რომ ასეთ განცხადებას გააკეთებენ, შეგნებულად, მიზანმიმართულად, რომ ჩვენ სახელმწიფო, რომელსაც ტერიტორიები არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, თურმე ქართული სახელმწიფო რუსულ პროპაგანდას ეწევა, ეს ხო წარმოუდგენელი ამბავია და გუშინ იყო იცი თქვენ გაეროში კენჭისყრა და მათ შორის საქართველოს მხარი დაუჭირა და არ დაუჭირა, მათ შორის ჩვენმა არც ერთმა მეზობელმა, ოღონ არც ერთი ელჩის განცხადება, ან სომხეთზე, ან აზერბაიჯანზე, რომ აი ნახეთ მხარი არ დაუჭირეს უკრაინის მხარდაჭერა, მათ შორის ამერიკამაც კი არ მიცა, იმიტომ რომ იქ იყო ისეთი საკითხები, რომელიც როგორც ჩასმათის, ხო, ეს ყველამ კარგად იცის, ხო, და უახლოე ჩვენ მეზობლებზე ვლაპარაკობთ. და აქედან გამომდინარე ეს ორმაგი მიდგომა და სტანდარტი ერთ-ერთ რამეს ემსახურება, რომ სანქციების შიშით იქნება და ადამიანებმა გადაწყვეტილებები შეცვალონ. გახსოვთ თქვენ იგივე დიპლომატიურ პასპორტებთან მიმართებაში, ხო, 13 სახელმწიფოს ისედაც ხოვდა ეს შეზღუდვები, ახლა 2 წელი მოუნდენ ამაზე საუბარს, რომ 27 ქვეყანაში ყოფილიყო, თუმცა თუ მოგიწევს ოფიციალური ვიზიტი, რომ სანქციები არ არის სისტემა, რომლითაც თქვა ხელისუფლება შეაშინებენ, ეს ასე უნდა გავიგოთ? ხო, ნახეთ, სანქციები ხო ეს დანიშნულება აქვს სანქციებს. დავუშვათ ბიძინა ივანიშვილზე, ხო? ბიძინა ივანიშვილს შეეძლო სხვანაირი გადაწყვეტილება მიეღო თავის დროზე, მას ექნებოდა თავისი 2 მილიარდი, არ ექნებოდა სანქციები, მაგრამ ჩვენ აღარ გვექნებოდა სახელმწიფო, ხო? ამ სქემამ არ იმუშავა. ახლა წავიდა უკვე დავუშვათ შეიძლება ბიზნესზე გაკეთდეს ეს ყველაფერი საჯარო მოხელეებზე. რატო? რომ ადამიანებმა იფიქრონ, რომ მოდი მე რაღაცას გავერიდები, მოდი ამ პროცესთან აღარ ვიქნები ახლოს, რა ვიცი, ხა იქ სხვა ქვეყანამ რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს, რაღაც ანგარიში დამიყადაგონ, სადღაც რაღაცა ქონება მაქვს და ჩამოშორდეს ან ბიზნესი ჩამოშორდეს ამ პროცესებს, ან კონკრეტული მხარდამჭერი ბიზნესმენები, ან საჯარო მოხელეები, ასე თქვა, თავი აღარ აიტკიო და გახსოვთ თქვენ რამდენმა დეპუტატმა უარი თქვა მაშინ კანონმდებლობაზე, ხმის მიცემაზე და ნუ ახლა როცა გუნდის წევრი ხარ, ეს პასუხისმგებლობა უნდა კონდეს და აიღო არა მხოლოდ გუნდის, არამედ ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს წინაშე. როცა ჩვენ ხედავთ რა დგას ამის უკან და ეს გაგრძელდება. დღეს ბევრთან ქონდა კომუნიკაცია და ყველა თქო რომ თითქოს რაღაცა ლაგდებოდა და ამ დროს აი რაღაცა სანქციები დაგვაწეს. არაფერი არ დალაგდება მანამ, ვიდრე არ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი. ვიდრე არ იქნება საჭიროება საქართველოს ამ პროცესში ჩართვით, როგორ და ვინ არიან ყველაზე აქტიური. ხო, ნახეთ, ეს პროცესი ვიდრე მშვიდობა არ დამყარდება, რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება, ჩვენზე წნეხი და ზეწოლა არ შემცირდება. და არც გვაქვს ჩვენ ეს განწყობა და 24 საათიან რეჟიმში ვართ, ასე ვთქვათ, რომ ნებისმიერ წნეხს რაც მომავალში შეიძლება იყოს, გავუძლოთ, იმიტომ რომ უკან დახევა ჩვენი შეუძლებელია, რატომ? იმიტომ რომ ჩვენს უკან ჩვენი ქვეყანა დგას, ჩვენი დედა ეკლესია, ჩვენი ოჯახები და საუბრობთ იმაზე, რომ რამოდენიმე დღიანი ომის გამო, კიდევ უფრო მეტი ტერიტორიები რო დავკარგოთ, კიდევ უფრო მეტი პრობლემები რო შეექმნათ ჩვენ ქვეყანას ერთ-ერთი მიზეზის გამო, რომ ერთის მხრივ რუსეთ-უკრაინის ომი გაგრძელდეს, მეორეც ხელი წერტილი და გაჩნდეს, რატო რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დრო მოიგონ, ან ევროკავშირმა დრო მოიგოს, გადაიარაღდნენ და რაც ხდება ახლა უკრაინაში, ხო, რატო არიან ყველაზე მეტად დაინტერესებული რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელებით პირველ რიგში ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, ხო? იმიტომ რომ ისინი თვლიან, რომ შეიძლება რამოდენიმე წლის მერე ისინი გახდნენ სამიზნე, ამიტომ მოდი მე დავაფინანსებ ამ ომს, სხვის ტერიტორიაზე, სხვა მიბრძოლოს, სხვა შეეწიროს ამ ყველაფერს 94 ქართველი არის, იცით თქვენ დაღუპული 2014 წლის მერე და დღესაც ქართველები იქ იბრძვიან, ხო? რატო რომ სხვისი ხელით, სხვისი ჯარით, სხვისი იმით იყოს ომი, ეგრეთ წოდებული პროქსიმუნასაც ამობენ, რომ როგორმე თვითონ დრო მოიგოს. კიდევ მეორე ბალტიისპირეთი დღესაც ვაჭრობს რუსეთთან, ნახეთ სავაჭრო ბუნვა რამდენი აქვს, თავად ევროკავშირს რუსეთთან იმაზე მეტი ფულია გადახდილი რუსეთისთვის აი ამ 4 წლის განმავლობაში, ვიდრე უკრაინას დაეხმარა, მიუხედავად იმისა, რომ 19 პაკეტი მოამზადეს და აგერ მე-20-ზე ვერ შეთანხმდნენ და ალბათ შეთანხმდნენ ეს უკვე მათი საქმეა. ვინ არ ვაჭრობს რუსეთთან, ვის არ აქვს ურთიერთობა, თავად აქვს და ჩვენ გვიშლიან, რატო რომ არ იყოს ეკონომიკური წინსვლა ჩვენს ქვეყანაში, არ შემცირდეს უმუშევრობა, არ იყოს მეტი შემოსავლები. რატომ? იმიტომ რომ
როგორმე შეიცვალოს აქ ხელისუფლება და ხვდები ანუ ეს არჩევნების ძით ვერ მოხერხდება და ხედავენ აგერ როგორ 2012 წლის მერე რამდენი არჩევნები ჩატარდა და სხვა ხერხი არის რამე არჩევნების გარდა რომ შეცვალონ რა თქმა უნდა ხელისუფლება. სახელმწიფო გადატრიალება რევოლუცია ამის რესურსი არის 4 ოქტომბერი გავიხსენოთ რამდენი თვე გავიდა ან ევროკავშირის ელჩის ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩების განცხადება ხან სამსამნირო გამოდიან ხან 2 და ხან 5 და ხან რას ამბობენ და ხან რას თუ დაგმეს ის რომ იყო შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე და თუ ის შტურმი მერე შედეგიანი იქნებოდა მერე სალომე ზურაბიშვილს ვადაგასრულს პრეზიდენტს გამოაცხადებდნენ კვლავ პრეზიდენტად რაღაცა განცხადებები გაკეთდებოდა გავიხსენოთ იგი ევროპარლამენტარების განცხადებები თუნდაც ახლა როცა განხილვა იყო რეზოლუციები როცა იგივე სააკავშირო მიმართებაში ადამიანი საავადმყოფოში იყო და რეზოლუციაში ჩაწერეს საავადმყოფოში გადაიყვანეთ ხო რატო იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ესენი აქედან ღებულობენ ინფორმაციას ამ რადიკალური ჯგუფებისგან ვიდა სანქცირონ ვიზე რა თქვან რა გააკეთონ იმიტომ რომ თავად ესენი ეუბნებიან რომ ჩვენ რესურსი არ აქვს არჩევნებით გამარჯვების ამიტომ უნდა დავასუსტოთ ხელისუფლება და უწესოთ სანქციები საკუთარ ქვეყანას საკუთარ სახელმწიფოს დავაბრალოთ რუსეთთან თანამშრომლობა თუმცა კიდევ მეორე გუშინდელი გაეროს რეზოლუცია ნახეთია ვინ არ მიცა ხმა და თუ გაგიგიათ ან უკრაინის მხრიდან რომელიმე სახელმწიფოზე მათ შორის ჩვენ მეზობლებზე ან საყვედური რო აი ხარი რატო არ დაუჭირეთ ტერიტორიულ მთლიანობას რატო არ გიჭირავთ ჩვენი პოზიცია შემდეგ არა იმიტომ რომ ეს არ არის ამოცანა მათ ძალიან კარგად იციან რომ ამ სახელმწიფოებს ამ პროცესში ვერ ჩაითრევენ ვინ შეიძლება ამ პროცესში ჩაყვეს ვისაც უკვე პრობლემები აქვს რუსეთთან ვისაც უკვე დაკარგული აქვს ტერიტორიები და ვისთანაც შესაძლებელი იქნება მერე როცა და იმას დაუშვათ რომ აი საქართველოს ომში ჩართვა უნდათ იქ გაანგარიშებული არ აქვს რომ რამდენი ხანი შეუძლია საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა ამას ვერ აანალიზებენ? ხო, მაგალითად გავუსვენოთ 2008 წლის ომი, ხო? სულ 5 დღე გაგრძელა საბრძოლო მოქმედებები, ჩვენმა გვირგვინაჯარისკაცებმა როგორ გვირობა ჩაიდინეს და როგორ მოიქცა მიხეილ სააკაშვილი. ხო და ეს რესურსი ხო იციან და ეს რესურსი ხო იციან მათ რომ ანუ ეს არ არის იმხელა ქვეყანა რომ რუსეთთან ომში შევიდეს. მე არც დაუმალავთ, ნახეთ რამდენიმე დღე იქნება ომი, რასაც გაუძლებს ეს ქვეყანა. გაუძლებს, მე გეუბნებიან რომ გადადით პარტიზანულზე, ხო, ეხლა ბოლო 3 მილიონი ნახევარი ხართ, და ყოველას ერთ დღეს ხო ვარ დახოცავენ, ხო? რამდენი დევნილი იქნება, რამდენი ოჯახი გაუბედურდება, ეს კიდე ცალკე საქმე არის. და მთავარი აუცილებლად გავიცანოთ თურქეთის პრეზიდენტის განცხადება, როცა ითქვა, რომ თურქეთის ომში ჩათრევის ცდილობა იყო. თურქეთს როგორ ჩაითრევდა ამ ხელა სახელმწიფოს, ნატოს წევრ სახელმწიფოს. ანუ საქართველოს გავლით? რა თქმა უნდა. ნახეთ ჩვენ რო აქ საბრძოლო მოქმედება დავიწყოთ. ჩვენ კი არა გაისეირნეთო რო გვეუბნებოდნენ ტანკები გაიყოლეთ და როლი ტრანსპორტიორები კაი ამინდიაო და დაიბრუნეთო და ანუ როგორც კი აჭარაში დაიძაბებოდა სიტუაცია, უკვე ნახეთ ვინც უნდა რომელ ქვეყანას უნდა გაეწია მაშინ დახმარება საქართველოსთვის. და სომხეთი მოგვაწვდიდა იარაღს, აზერბაიჯანი მოგვაწვდიდა რუსული სამხედრო ბაზა თვითონ მოგმოქცევდა იარაღს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა? არა. რომელ ქვეყანას უნდა გაეტარებინა ჩვენთვის შეიარაღება თუ შეიარაღების საჭიროება დაგვიგებოდა და გაუძლებდით, იგივე ჰუმანიტარული და ასე შემდეგ. ნატოს ქვეყანას. რა თქმა უნდა თურქეთს. ამიტომაც იყო საუბარი თურქეთს პირდაპირ გზით კი არის, ეუბნებოდნენ რომ ჩვენ თუ მოვახერხეთ და დავიწყეთ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები და მეორე ფრონტი გაიხსნა, თქვენ უნდა იყოთ ის ქვეყანა, ვინც დაეხმარებით საქართველოს და მაშინაც ძალიან პრინციპული პოზიცია დაიკავა თურქეთის სახელმწიფომ და უთხრა უარი ამ ყველაფერზე, რაც თავისთავად უკვე ჩვენთვისაც შეღავათი იყო, იმიტომ რომ ჩვენ უთხარით რომ ვინ დაგვეხმარება. რა იქნება საფასური ამ ბრძოლის, იგივე ეკონომიკაზე და ფინანსებაზე, ბევრ საკითხებზე, ამაზე ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა არაერთხელ და არაფერი დასამალი არ არის, სახელებიც ითქვა, გვარებიც ითქვა და კონკრეტული დეტალებიც. ახლაც კიდევ ვიმეორებ, ეს წნეხი არ შეჩერდება მანამ, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება, ვიდრე არ იქნება ამოცანა უკრაინის ომის გაგრძელების, გახანგრძლივების, ამ ფონზე რუსეთის დასუსტების, ევროკავშირის მხრიდან დროის მოგების და მას ყველაზე მთავარია გაწირვა ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ინტერესების, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, სანქციების და ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზეზი. ახლა 2007-ში რაც იმეთან დაკავშირებით მოხდა, მაშინ არ მოგისვენია არავის განცხადება. ადამიანის უფლებებზე გახსოვთ თქვენ ხან ვენის მექანიზმი მოქმედეს, მერე მოსკოვის მექანიზმი მოქმედეს, იყო სხვა შორის ექსპერტი ჩამოსული, მიიღო ყველანი ინფორმაცია და თავადაც მოკლედ დრო აქ ანგარიშის დასაწერად და დაველოდოთ რა დაწერს, მაგრამ რატომ არავინ არ აქვმოდა 2012 წლამდე ან ვენის მექანიზმი, ან მოსკოვის მექანიზმი რა, მაშინ ეხლა ერღვევა ადამიანის უფლებები და ნაციონალური მოძრაობის დროს დაწყნარებული და დალაგებული იყო ეს ქვეყანა. 150 მიცვალებული გვხვდებოდა ციხეში. და ახლა
150 აბიტურიენტი მიყავს ხოლმე ეროვნულ გამოცდებზე, რომ გამოცდები ჩააბანო და განათლება მიიღონ. ასე რომ ეს ორმაგი მიდგომა ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, ამას თავისი მიზეზები აქვს და უნდა ვიცოდეთ, რომ ყველას აქვს თავისი ინტერესები და ჩვენს გვაქვს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები და მზათა ვართ ეს ინტერესები ბოლომდე დავიცვათ. მადლობა ლადო, რომ მოხვედით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. დღეს ამით უნდა დავასრულოთ. შევხვდებით უკვე ორ შაბათს. მშვიდობიან ამის გისურვებთ. კარგად გრძანდებოდეთ.